იღუმენი ნიკონი, წუხარებები. მივიღე წერილი, თემები თურთ და ბრძანება ნომერ 9. მოგიწევს ვიოლინოზე დაკვრა, დამდაბლდი, ორივე თემა ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება მათი გარჩევა და თხზულებების დაწერა არა მარტო მოვალეობის, არამედ სულიერი ცოდნის სიყვარულის გამო. თუ პირველ თემას მოკიდებ ხელს, მაშინ ეგნატეს ბრიანჩანინოვის მეორე ტომში არის სპეციალური სტატია ღვთისხატებისა და მსგავსების შესახებ. თუგი ამ სტატიას საკუთარი სიტყვებით გადმოსცემ, მშვენიერი თხზულება გამოვა. კარგი იქნებოდა საიდანმე მაგალითების მოხმობაც ღვთისხატებისა და მსგავსების სხვადასხვა შტრიხების ილუსტრირებისთვის. მაგალითად, მოწამეთა სიყვარული ღვთისადმი, მოღვაწეთა გონების უნარი შორ მანძილზე ხედვისა, ბუნების ძალებზე ბატონობა და სხვა. როცა თემას აირჩევ, მაშინვე შევდექი ყოველდღიურ მუშაობას. შეაგროვე ბიბლიოთეკაში ან სამკითხველოში მასალები და დაიწყე წერა. თანდათან დაუმატებ და შეასწორებ. ისე ნუიზამ, რომ მასალების შეკრების ან ვითომ და თემაზე ფიქრის მომიზეზებით სამომავლოდ გადადო საქმე. წერის დროს აზრებიც მოგივა. ახალმა მასალამ შესაძლოა სხვა აზრებიც აგიგრძრას, რომლებსაც თხზულებაში გამოიყენებ. შეეცადე მიპასუხო ამ წერილზე და მომწერო, რომელ თემას აირჩევ. სიმართლეა, რომ გარშემოყოფთა წუხარება გულზე მოქმედებს. ღვთისადმი რწმენა რომ არა, ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა. სულ მთლად უგულო უნდა იყო კაცი, რომ დღეს მარტო საკუთარი ეგოისტური ინტერესებით ცხოვრობდე და თავს მშვიდად გრძნობდე. მაგრამ უფალი გვაძლევს ყველაფრის მოთმენის ძალას. ტყუილად კი არ მოგვიწოდებს წმინდა ეკლესია ყოველ თხოვნით კვერეგზე. თავნითვის ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესა ღმერთსა შევედროთ. ეს იმედი, რომ უფალი ყველაფერს ხედავს და ყველასათვის სურს ცხონება და სიკეთე. თუმცა მწუხარებების გზით მიყავს, გვაძლევს ყველაფრის ატანის ძალას, ამას შენ თვითონ დაინახავ გამოცდილებით. ჯანმრთელად იყავი და უფალმა დაგიცვას და განგწმინდოს. დიდად ნურაფერი დაგამწუხრებს. ცხოვრება ასეთია, შენ ნელ-ნელა იწყებ მას. სულ შინ ჯდომა და ვიღაცის ფრთის ქვეშ თავის შეფარება არ გამოვა. მრავლითა ჭირითა ჯერ არ ჩვენ და შესვლა სასუფეველს ღვთისასა. გონიერი და მორწმუნე კაცი წუხარებებს სულიერ ცხოვრებაში დიდ წარმატებისთვის გამოიყენებს. უგუნური და ტრტვინავი კი კარგავს სიბრძნის შეძენის შესაძლებლობას. ვნებს საკუთარ თავს, აზიანებს სულსაც და ხორცსაც. სოფლისა ამის მწუხარებაი სიკვდილსა შეიქმს. აი ასე შეიძლება დაინგრეს კაცი. შესთხოვე უფალს შეწევნა ცხოვრებისა და ღვთისნების აღსრულებისთვის და უფალი მოგმადლის მას. მომწერე და მირეკე, ჩამოდი გელით. 1960 წლის 1 ოქტომბერი.